მეგობრებო და გამარჯვების ზეიმამდე რომელიც წინ გველოდება რადგან ბოროტება დასამარცხებელია და შოუ უნდა გავაკეთოთ მათ ჩადენილ ავკაცობას გაჩვენებთ კიდევ ერთხელ ვიმყოფებით თერჯოლა ზესტაფონ ტყიბულის მონაკვეთზე ყოლხური ტყის კორუმში სადაც ბიძინა ივანიშვილის მაფიამ დაიწყო იუნესკოს ნუსხაში შეტანილი უნიკალური ყოლხური ტყის გაჩეხვა, რათა აღმართონ აქ ქარის ელექტროსადგურები და შემდგომ ეს სამთეთრიანი ელექტროენერგია მოგვიდონ ჩვენ 35 თეთრად და კიდევ მეტად რომელიც წავა რა თქმა უნდა მათ ჯიბეებში და მათ ოფშორულ ანგარიშებზე ამისათვის წირავე ყველას და ყველაფერს პირადი მოგებისათვის თქვენ ალბათ გახსოვთ ივანიშვილის გაკაფული უზარმაზარი კორომები ქვემო ქართლში ოქროს მოსაპოვებლად საზოგადოებას არ დავიწყებია მოსვლისთანავე ოლიგარქმა როგორ მიიღო თავრობის გადაწყვეტილება და კომპანია ატუს მეშვეობით რომელიც მიშვილის სახელზე იყო დარეგისტრირებული შაორის აგერ აქვე შაორის გარშემო წაბლის ნასახი გააქრო გაჭრა და ყველაფერი გაიტანა უცხოეთში უზურპასესი ავეჯის დასამზადებლად და აი ახლა უკვე მოადგა ქართლსა და იმერეთს ქართლში გორს რო გამოსცდებით იქ ნახავთ უამრავ ელექტროსადგურს რომელიც ეკუთვნის ასევე მისი ბანდის წევრ პაპაშვილს აი ამ ავბედით ძმე პაპაშვილებს რომლებიც ჩვენ შვილებს წლებია უმასპინძლდებიან სკინტლით გამოყვებული რძის ძროხის რძით და ეს ცნობილი ფაქტია და რაც ვართ იმისა რომ ციხეში იჯდეს ორივე ეს ბანდიტი არსება მთელი ქართლი დაუთმეს იმისათვის რომ აი ამ ელექტროსადგურებმა კარგად იტრიალოს გაანადგუროს ფრინველები მოგეხსენებათ ფრინველებს ანადგურებს ეს აპარატურა და სასაფლაოებზეა დადგმული და ადამიანებს აღარ აძლევენ საშუალებას ტყეში გაიარონ მთელი რუის ურბნისის ზონა ოკუპირებულია და აგერ ახლა მოადგნენ აი გოგნია სოფელი თერჯოლის რაიონში უნიკალური კორომები მიიღო თავრობის არალეგიტიმური რეჟიმის ხელმძღვანელმა კობახიძემ თავის ხელმოწერით განკარგულება რომლითაც ათასობით ძირი უძურფასესი წაბლი უკვე გაჭრილია აგერ ნაწილი შანს აქვს ნაწილი იქით უკვე შეუღობიათ საზღვარია დაყენებული მე საზღვრებით განა რომ იქ ვინმე არ მივიდეს და არ ნახოს უბედურება რაც ჩვენს ავსტრიელებს მაგრამ არას დაფარული რაც არ გაცხადები რაც დამალავე 21 საუკუნეში ასევე ნადგურდება აი აქ უნიკალური უთხოვარის კორომები მოგეხსენებათ უთხოვარი ეს თამარის დროინდელი სახელწოდებაა უძურფასესი ხის რომელიც ცოცხლობს 7000 წელი და მისი მერქანი ძლებს 10000 წელზე მეტხანს სწორედ მისგან ამზადებდნენ ფარაონების სარკოფაგებს ძველ ეგვიპტეში და მისგან მზადდებოდა გემები რომლებიც ალპებოდა საუკუნეები და ეს ხე განადგურდა მთელ მსოფლიოში და შემორჩენილია მხოლოდ საქართველოში ერთი კორუმი პანკესის ხეობაში და მეორე აი აქ იყო გოგრიკი რომელიც ეხლა გაიჩეხა და რომლის ნაფესვარზეც უნდა დაიდგას ივანიშვილის აგრეთვე მისი ბანდის ფულის საშოვარი ქოთნები და ბეღლები აქ უშუალოდ აი ამ მავნებლობას და ბოროტებას ახორციელებს არც მეტი და არც ნაკლები გილაურების საქართველოს ბანკის დირექტორი გაჩეჩილაძე აი ეს ის ნაძირალა რომელიც ივანიშვილის დავალებით დაეთრევა ლონდონში და ჩალიჩობს რომ არ დაასანქცირონ პირადად ოლიგარქი და მისი ოჯახი და დადის იქ ოქროს ბირჟაზე და სხვა ფინანსურ ცენტრებში და არწმუნებს რუხაძესთან ერთად მეორე ბანდიტთან ერთად რომ ივანიშვილის დასანქცირება თურმე საქართველოს ჩამოაქცევს აი საქართველოს ვინ აქცევს აგერ ვხედავთ ახაც ხო ეთქობა დაუფასა ამ ბანდიტ გაჩეჩილაძეს საქართველოს ბანკის დირექტორს დაწეული ღვაწლი აგერ აჩუქა უნიკალური კორომი ყოლხური ტყისა რომელიც
ჩვენი ხალხი, ჩვენი მომავლის საკუთრება, სიამაყეა, სიმდიდრეა. მოკლედ არაფრის დატოვებას არ აპირებს და მე განსვიფრებული ვარ იმით, რომ მას როგორც ხალხი ზულს ჩვენი, ასევე ზულს ჩვენი ბუნებრივი სიმდიდრეები. ჩვენი ხე, ჩვენი ბალახი, ჩვენი ეს სიტრუფავე ჩვენი ბუნების და ცდილობს რომ გააბინძუროს, როგორც სახელმწიფო გააბინძურა, ჩამოაქცია, ასე ჩამოაქციოს ბუნებას და მის შემდეგ ქვაზე აღარ დარჩეს. ჩვენ რა თქმა უნდა, აი ამ ყველაფერს ვაცნობებთ იუნესკოს, რადგან მათი დაცვის ქვეშ არსებული კოლხური ტყის ზონა, რომელიც თავისთავად საკაცობრიო სიამაყეა, არა მარტო ეროვნული და გავაკეთებთ ყველაფერს იმისათვის, რომ ელექტროსადგურები კი არა აშენოს ივანიშვილმა, გაჩეჩილაძემ, პაპაშვილებმა და მთელმა ბანდამ, არამედ ციხეში რო ისხდნენ, მიჟილი ქონდეთ სამუდამო პატიმრობა და არასოდეს იქიდან გამოსვლა არ ეღირსოთ. ამისათვის ყველაფერს გავაკეთებთ ჩვენ, ეს იქნება დამსახურებული, ეს იქნება სამაგალითო იმისათვის, რომ მომავალში აღარ დაიბადონ ქართულ მიწაზე ივანიშვილები, ჩხარტიშვილები, პაპაშვილები, გაჩეჩილაძეები, ეს კალაძეები და მთელი ფხაკაძეები, ენუქიძეები და მთელი ეს ბანდიტების ბანდა, რომლებმაც საქართველოს ამის არის შეიწირონ და დაასრულონ, რასაც ვერ ეღირსებიან და ქართული ხალხი გააგრძელებს იმ ბრძოლას, რომელიც მიგვიყვანს ჩვენ გამარჯვებამდე ეს ტერიტორია და ეს სივრცე მათგან ჩამორთმეული ფულით იქნება აღდგენილი, კონფისკაციას რო გაუკეთებთ ჩვენგან მიწვეულ მათქონებას და ეს ისევ დაემსგავსება კოლხური ტყის კორუმს და საქართველოს უმაგათოდ იქნება ბედნიერი და ეს დღე უნდა მოაახლოვოთ ყველამ ერთად. აი ამაზე გავამახვილოთ თქვენი ყურადღება დღეს და იმედია გაანალიზებთ კიდევ ერთხელ რა ავაზაკებთან გვაქვს საქმე, თუმცა ეს არაერთხელ დაგვიმტკიცეს და დიდი ანალიზით აღარ ჭირდება. წარმატებებს გისურვებთ.